გაგაძლიერო და უფალმა მოიხსენო ჩვენი მიცვალებულები და დაუმკვიდრო სიგრძეებსა მართანი განიცემით. ორი ესეთი ფრაზა არსებობს. ეს რო თქვა, არ ვიცი საიდან როგორ ამერეთ საფუძველი შეიძლება ცხოვრებისეული საკითხები მიიღებს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ეს ორი რამ. ერთი ის რომ ძალიან ხშირად ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია და მეორე არ არის შეუცვლელი ამ ქვეყანაზე ადამიანი. ეს ორი რაღაცა ნათქვამია, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მე ჩემ გულდა ვთქვა რომ ეს ორივე ძალიან არ შეესაბამება სრულ სიმართლეს. შეიძლება დრო იყოს მკურნალი რაღაცა დაკარგოს ადამიანმა ახალი იყიდოს, ახლი აშენოს, არ გაკეთდეს, გაკეთოს, ახალი იყიდოს, მანქანა შეიცვალოს, ის. მაგრამ არსებობს ცხოვრებაში ისეთი დანაკარგები, რომელსაც ვერანაირ დრო ვერ შეცვლის ამას. არსებობს ისეთი მწუხარება, რომელიც მწუხარებას არასოდეს არც ერთი დროც არც ერთი საუკუნით არ იცვლება. ეს არის ყველაზე ძვირფასი ადამიანების დანაკარგი ამ ცხოვრებაში. და მეორე, როდესაც და ამიტომაც ჩემთვის პირადად ჩემთვის მიუღებელი არის ეს. და მეორე, რომელიც კვლავ ჩემთვისაც არის მიუღებელი არის, როდესაც ნათქვამი არის, რომ არ არსებობს შეუცვლელი ადამიანი. შეიძლება ცხოვრებისეული ბავშვებიდან მოვდივართ 1000 მეგობარი იყო ჩვენთან, ზოგი ჩვენთან ერთად არის, ზოგი აღარ არის, ათასაობი ახლობლები, მაგრამ კვლავაც ვამბობ, არსებობენ ადამიანები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, უტკბილესი, სულზე უტკბესი ადამიანები, რომლებიც გადავდნენ მარადიულობაში, რომლებიც ჩვენი სულისა და სხეულის ნაწილები იყვნენ და არიან და რჩებიან, რომელთა ადგილს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის. ეს ადგილები რჩება ცარილი ადგილები, ეს ადგილები ჩვენს გულებში და ჩვენს შინაგან სამყაროში არის ის შეუცვლელი ადგილები, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეცვლის. ესე არის ჩვენი ცხოვრება და ამიტომაც არის ეს ორი ფრაზა მიუღებელი, არ შეესაბამება სრულ სიმართლეს. და კიდევ ერთი რაღაცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი არის ის, რომ ჩემ მწუხარება შეიძლება არის ხოლმე ფიქრით, იმიტომ რომ დამდგომარეობაში არიან, რა ვითარებაში მყოფილი ჩვენი გარდაცვალებულები. და აქაც ეკლესია გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გავიაზროთ ჩვენი მდგომარეობა და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელობა ჩვენი გარდაცვალებულებისათვის. როგორი აუცილებელი არის ლოცვა, კეთილი საქმეების კეთება მათთვის, ლიტურგიის აღწურვა, მოქმედება არის აუცილებელი ჩვენი მიცვალებულების, ჩვენი გარდაცვალებულებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მე მეკითხე ჩემ პრაქტიკული ცხოვრებიდან გეტყვით, როდესაც სიზმარში ვნახულობ ჩვენს გარდაცვალებულებს, რა ვქნა, როგორ მოვიმოქმედო. მამათა სწავლებებიდან, უფრო პრაქტიკული რჩევებიდან გამომდინარე, ეს გამოცდილებიდან ეკლესიას აქვს ესეთი სწავლება, როდესაც ესეთი მომენტი არის, ხშირად ვნახულობ ჩვენს ახლობლებს სიზმარში, ან რაღაცას გვეუბნებიან, ხო? აუცილებელი არის, რომ ანაშვიდები გადავეხადოთ. და ერთ-ერთი მამა საინტერესოს ამბობს, რომ ამიტომ თავს გახსენებს რიგი. შეიძლება დაგავიწყდა მასე ლოცვა. რაღაც გონებიდან ამოგივარ და გამოვიჩა რაღაცა ფსალმუნი ვერ წაიკითხელო, ვერ მოიხსენიე, კვეთაში ვერ მოახსენიებენ, ლიტურგიაში ვერ მოიხსენიე. რაღაცა ადამიანური მომენტიდან, ცხოვრების ეური სხვადასხვა ვითარებებიდან ვერ მიაქცია მაცხოვრებლება. ამიტომ იგივე თავს გახსენებს, რომ რა გაიწელო მასე ლოცვა და მას კეთილი საქმეების კეთება. ესეთი საინტერესო ამბავი მახსენდება, რომელიც ადრე მაქვს მოსმენილი. მიხსენებს ერთი კეთილმორწმუნე ქალბატონი, რომელსაც მეუღლე გარდაიცვალა და შვილიშვილებთან საუბრობდა დღესაც, მეო შვილიშვილებთან საუბრობდი და ვიხსენებდით, რომ მათ გარდაცვლილ პაპას, ჩემს მეუღლეს ვიხსენებდიო, როგორი დიდი სიყვარული ჰქონდათ, როგორი დიდი ერთობა ჰქონდათ. ეს იყო ზაფხულს მიღწეული პერიოდი, როდესაც მოლიერქონ ეს ერთ-ერთ შვილიშვილს, იგი ემზადებოდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მისაღები ჰქონდა, მისაღები გამოცებისათვის ემზადებოდა და საუბრობდით რომელი ფაკულტეტი აირჩია მას. და მეორე და ამ ყველაფერთან ერთად საუბრობდით, პაპის შესახებ, პაპას როგორი დიდი სიყვარული ჰქონდა მათ წინაშე, მათი და სხვადასხვა საკითხებს ვიხსენებდით. და მეორე დღეს მოდის მეუბნება, რომ მე პაპა დამისიზმრა. და ესეთ რამის მეუბნება, რომ მოვლიო, რასაც თქვენ საუბრობდით, რომ გასაგები არის და კარგად დაფიქრდიო. კარგად აწონდაწონებს სადგინდა ჩაბარება, რომ მე ცხოვრებაშიო სანანებელი არ გაგიხდეს ეს ყველაფერი. და საინტერესო მომენტი, როგორ ზრუნავენ მიღმერის სამყაროში ჩვენთვის ძვირფასი ელემენტი და ორი ჩვენთან განისათვის და მე გადავწყვიტეო, რომ იქვე არის ესეთ ნათქვამი, რომ გადაწყვეტა მოლი
უცხოენების ფაკულტეტზე ჩაებარებინა, ინგლისური ენის ლიტერატურასა და ენაზე ჩაებარებინა და მართლაც შემდეგ ეს კალბატონი ესენებს მოლი და ეს რას ახოლებს იქ რომ ამ საკითხთან დაკავშირებითო პაპაზე მოლისო ძალიან ხშირად ჰქონდათ განხილვა თუ ეს როგორი საინტერესო ფაკულტეტი როგორ გამოადგებოდა მას ცხოვრებაში მართლაცო ჩემი შვილი ძალიან წარმატებითო და შემდგომო დაასრულა კიდეცო თავისი სწავლების პერიოდი და ძალიან კარგი სამსახურის აქვს ეს რატო გაიხსენა ამ კალბატონი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მიღმიერ სამყაროში მყოფი ოჯახის წევრები და გარდაცვალებულები იქიდან ზრუნავენ შეძლების საკმაოდ თითოეული ჩემპიონისათვის და ენებოს კაცმოყვარებ მერთმა რომ აქედან ჩვენ ვიზრუნოთ მათთვის და მათ იქიდან ვიზრუნოთ თითოეული ჩემპიონისათვის და ეს ორი სინერგია და ასევე ლოცვითი კავშირი ეს მარადეჟამს ყოფილი იყოს ჩვენ შორის ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგურთოთ ალობა გაგიმრავლოთ მადლი გაგიმრავლოთ და უფალმა დღევანდელი წმინდანების ლოცვითა და მეოხებით დავამკვიდროთ ჩვენს აქ მოხსენებულებს და ჩვენს გარდაცვალებულებს და სადაც მართალი განისვენებთ ჩვენ უფალმა შეიცვალოს ამინ ჩვენთან არც